საღამომშვიდობის ჩემო ძვირფასო და სულზე უტკბესო საზოგადოებაო. ჩემო გარეთ მყოფებო, ჩემო შიგნით მყოფებო, ჩემო ეხა იმიტომ მაინც მოვაყოლეთ თემა რომ წინა გადაცემაში პატიმრებს მივესალმე და ძალიან ბევრი ადამიანი იყო ვინც დამირეკა და მითხრა რომ რაღაცა ცოტაო გამხნევდითო რაღაცა ისე ვართ ძნელია ძმებო, ძნელია კი თავისუფლებას გადაკეტილები რო ხართ და სხვანაირად, მაგრამ რახან ესეც ღვთისგან არის მოვლენილი, შეცდომა შეიძლება ყველას მოუვიდეს, ესე კანონს გარეშე რო დარჩეთ, მაგას ვამბობ მე და მინდა რომ სიკეთე გისურვო და როგორც ქართულად ხა მთლად ძალიან დალაგებულად არ ვიცი, მაგრამ მოულოდნელ სვაბოდას გისურვებთ ძმებორას უყოლას მაგრად იყავით მართლა დრო არ დაკარგოთ რაც მანდხართ ეს ღმერთისგან განსაცდელი ზუსტად ისე მიიღეთ როგორც მისაღებია ჩაუჯიქით რაღაცა წაიკითხეთ რაღაცა წამოიკითხეთ ახალგაზრდებს მივმართავ მე ძირითადად და თქვენი შინაგანი სულიერება წამოიტეთ ეკლესიები ყველგან არის აბსოლუტურად და პიჯვარიც გადაიწერეთ და ღმერთს შეთხოვეთ რომ ისე გაცხოვროთ როგორც თქვენ გინდათ და თქვენ ძალიან მარტივად ადამიანი თავისუფალია და გრძელდება მისი ცხოვრება რამოდენიმე წელი გადაკეტვა ისეთი რაღაცა არის რა ვიცი სიკეთე მინდა მართლა გულწრფელად მინდა იმიტომ პირველ რიგში ამით იმიტომ დავიწყე რომ მე ვიცი პატიმრის ფიქრი პატიმრის რაღაცებზე მომავალზე ფიქრის ვიცი ყველაფერი ვიცი სამწუხაროდ ვიცი რა არის და როგორ არის და პატიმარი მიშა პატიმარია და იმას არ მოიხსენიებ ხოლმე აუგად იმიტომ რომ არ მიმაჩნია სწორად მაინც პატიმარზე რაღაცი აქედან ქილიკი როცა საჭირო იყო მიშა გარეთ რო იყო მაშინ ქონდა ცხვირი ცხვირზე მიდებული და მაშინ ვეკაჩავებოდით იმაზე რასაც ციხეებში აკეთებდა ეგ უსირცხვილო კაცი მოკლედ არ მინდა მაგ თემაზე ლაპარაკი დღეს ღია ეთერი გვაქვს შემობრძანდით და მინდა ერთ თემასთან გვეშველება რამე ესეთი კითხვა და ოღონდ კონკრეტიკაზე მინდა ვილაპარაკოთ რომ აი რას უყურებთ დღეს კობახიძე გააკრიტიკა სამა ქვეყანამ რუმინეთმა იტალიამ და იმან ესპანეთმა რომ ჩვენო ეგეთი რამე არ გვითქვიაო რაც ბრძანა ბატონმა ირაკლი მაგ მოკლედ ძალიან დაძაბული სიტუაცია და რითი დამთავრდება ბოლო ეს ყველაფერი მართლა კაციშვილმა არის ის განგებას თხოვრო ერთადერთი ქართველმა ქართველი კაცის სისხლი არ დაღვაროს. აი ეს არის ყველაზე დიდი უბედურება ჩემო კარგებო რა. ზარები ეთერში შემოდით და ვილაპარაკოთ. ღია ხო იცით ჩემი ეთერი თქვენი სურვილი რა არის? თქვენი განჭორეტა რა არის მომავლის მე სულ ამას ვიძახი დღევანდელ დღეზე რომ რაღაცნაირად ეს ახალგაზრდობა ერთ ქვაბში ჩაყარეს ეხლა და იხარშება მაგრამ ყველა ერთნაირად არ არის ბევრი ჩემი ძმაკაცი შვილია ძველს ვიცნობ ბევრს ისეთები არიან რა ქართველი ცოცხალი ბავშვები არიან და ზოგი არის უზნეო ზოგი ფულს იღებს ზოგი რას იძლევა ზოგი რას იძლევა რა ზოგი LGBT-ია ზოგი ის არის ზოგი ეს არის და ბეძმაი გემუდარებით პატარებს გემუდარებით რა თქვენი პროტესტი ისე გამოხატეთ ხაზი გაავლეთ რა თქვენსა და ამ ვიღაცა სიმონებს შორის რა რომელიც ძალიან უღირსო ცხოვრობენ რა ეგეთი რამე ღმერთმა არ მომასმენინოს ამ ყურებით და ამ თვალებით არ მანახოს რომ ჩემი ძმაკაცი შვილები ღირსეულები არ არიან ზარი მაქვს ეთერში მობრძანდით ბატონო ვა ზარი მობრძანდით როგორ მოვიქცე ხა ბატონო გისმენთ
გამარჯობა ბატონონგია, როგორც იქნა მოახერხა თქვენთან დაკავშირება. ხო, ძალიან რთულია, ძალიან პოპულარული გახდა ეს გადაცემა. არა, მართლა გეუბნებით, აი ამდენი ხნის განმავლობაში აი ჩასაფრებული ვიყავი, უფრო მეთქი უნდა და მაინც მეორე ვიყავი. შემოგევლე, დიდი მადლობა. სალომე მომიკითხეთ, გახსოვთ პატარა რო დაკავდათ ამაზე. რომ იკრიბებოდით ხოლმე ჩვენ მიტინგებზე. სალომე როგორ არის? სალომე. კარგად, რა ვიცი, მადლობა ღმერთ, სალომე. მოგიტყვა, დიდი პატარა ბავშვი იყო. ისეთი ალქაჯია ისევ. არა, დაწყნარდა დედა, ეხა და მეორე ბავშვი ელოდება ღვთისმხალობით. ჩემგან ჯანმრთელობა და კარგად ყოფნა თქვენ მონაგას ყველას ბატონონგია. ვახ, გენაცვალეთ, ჩემო ქალბატონო, დიდი მადლობა, ასევე თქვენ დალოცულებმა იარეთ და ჩემი ქვეყანა ერთი გაბრწყინებული მანახა რა. თუ ასეთ ხასიათზე გამყოფოდ ღმერთმა არაფერს შეუშინეთ, ყველაფერი გვეშველება ბატონონგია. გენაცვალეთ თქვენ უღრმესი მადლობა გამხნევებისთვის. ისტორია ვიცით ისტორია უარესი ყოფილა საქართველოში. როგორ არა, მართალი ყველაფერი ბრძანდება. კარგად იქნება, ყველაფერი დაწყნარდება. ყველაფერი თქვენც კარგად იქნებით. გენაცვალეთ თქვენ. თავარია ჯანმრთელად ვიყოთ, ჯანმრთელად და მოვესწროთ კიდევ საქართველოს გაბრწყინებას. ამინ. აი ასე ბატონო გვეშველება, ბატონონგია გვეშველება, კახელი ვარ და კახურად გეტყვით, აბა მარა. აბა მარა. გენაცვალეთ. გაიხარეთ. აი ხა ეგეთი მაჟორის ადამიანი რო დარეკავს და გეტყვის რომ გვეშველება, ქართველებო, მართლა გვეშველება. ბიჭო, თითო იმაზე მეტი ნაბიჯი გადავდგათ ერთმანეთისკენ. რასაც დღემდე ვადგავთ და ნახეთ თუ არ გვეშველებს. აბა გავითავისოთ იმის ტკივილი ცოტა, აბა ამის. ნუ გაძღებით თქვენი უხაი როგორ აღარ ვიცი. კბილები უნდა ჩაგიმტვრო რომ სქელსქელი ლუკმები ჭამოდა მალე გამაიტენოთ ხოლმე რა. აბა ზარი მაქვს ეთერში მობრძანდით. საღამო მშვიდობისა ბატონო გიორგი. საღამო მშვიდობის ჩემო ქალბატონო. თქვენ კითხვაზე გავცემ პასუხს პირდაპირ. ტყუილები როგორ გიკვირთ ამ ოცნებისგან? 12 წელიწადია გვატყუილებენ და ახლა ეს ერთი ტყუილი გაგიკვირათ მაგიდან? არა, ტყუილი არ გამკვირვებია, მაგრამ გული მწყდება, იცით, აი ქალბატონო, სანამ გახვალთ ეთერიდან მე მინდა გული მწყდება იმაზე, რომ ხანდახან ადამიანი თვალს ყურს და რაღაცა სულ გამარჯვებისკენ და იმედით არის და რაღაცა და როგორ ველოდებოდით ბიძინას და აბა როგორ უნდა იმ ოხრობის და ხო ნახეთ, იმდენი გააკეთა ბიძინამ, რომ დღეს ის უზნეო და უღირსი ადამიანები მორალს გვიკითხავენ აქეთკენ და ჩვენ კიდე ვის კისერზეც გადაიარა ყველაფერმა და დღესაც აჭრელებული გვაქვს ზურგები, ისინი მივყარა. სწორია ეხლა ეგ საქციელი? აი ბატონო გიორგი, ზუსტად წინა თქვენს წინ გამომსვლელებთან მე მქონდა საუბარი იმაზე, ივანიშვილზე უკმაყოფილობა, რომ გამოვთქვი მათ მითხრეს უმადური ნუ ვიქნებითო. აი ეკლესიაც კი კმაყოფილია მისიო. მე პირიქით გეტყვი, ჩემო ქალბატონო, უმადური არის ბიძინა და ბიძინას გვერდზე ვინც არიან ჩვენით მოვიდნენ ეგენი, თორე მე ძალიან კარგად მახსოვს მიშას უკან როგორ იდგა ბიძინა მაშინ რა. და ბიძინას დაფინანსებული 7 ნოემბერის მახსოვს და ყველაფერი ძალიან კარგად მახსოვს რა. მართლა ყველაფერს თავისი ის აქვს, მაგრამ ყველა თვალი დავხუჭეთ ყველაფერზე, რომ უკეთესი მომავალი, უკეთესი და მიდი ბიძინა და აბა და აგერ მოგვიყვანა აქამდე რა. ამ სოფლიოში არავინ არ გველაპარაკება, 15 კაცი ზიან, 80 რამდენი კაცი არიან იმაში პარლამენტში თვითონ სხვას არ უშვებენ, ჩაკეტილი აქვს, ერთმანეთს ატყუებენ, ჩვენ გვატყუებთ. ჩვენ რას გვატყუებთ? იცით რა მოხდება? ყველაფერს გადაკეტავს ევროპა, ამერიკა და ისევ ჩვენივე ხელით მოგვაცილებინებენ ამათ და ესენი დათმობენ თუ არ დათმობენ, მერე არის უბედურება, რომ ქართველი კაცი სისხლი არ დაიღვაროს. დღესაც ეხა აი 400 ბავშვი დაპატიმრებულში ყველაფერს ფიცავარ თუ ხმამაღლა არ ვამბობდე და მართლად რა. რამდენი ადამიანი წრფელად არის გამოსული, რომ უნდა რომ კაი ცხოვრება იყოს საქართველოს. რამდენი გველის წიწილი არის რა მათ შორის კიდე, რომელიც ის სრიალებს ამ პატარებში და იმაშვება აგიჟებს ამათ, თორე ბევრი, ძალიან ბევრი ადამიანი, სტუდენტი გამოსულია და
ჩვენ გვინდა კარგი საქართველო, ჩვენ გვინდა ევროპის საქართველო, ჩვენ გვინდა ისეთი საქართველო, მაგრამ აი გათვითცნობიერებულიც უნდა გქონდეთ შვილებო, ევროპა პირველს რა სიტყავს იცით? გაიტანეთ ის კანონები, რაც არის LGBT თემაო და ოჯახის თემაო და ის კაი რუსულ კანონზე დავჯდებით და მოვიბაასებთ არაფერი, მაგრამ ოჯახის თემას ვინ გაგატანინებთ უკან? თქვენ ბიჭო ხო არ გაგირეკიათ მართლა, ან LGBT თემას. LGBT იცხოვრო ზმაო აგერ, ვისაც როგორ უნდა თავისი სხეულიდან სადაც უნდა იქ მიაქირაოს რა, მაგრამ ჩვენ პროპაგანდის უფლებას არ მოგცემთ, კიდე ერთხელ გეუბნებით რა. შევაკლავთ თავებს შევახოცავთ ზმაო რა, ეგრე არ იქნება რა. და უცბად იმან ეს ნარატივი გამოიყენა ოცნებამ და წაიღო სათავეში და ჩაიხუტა. სად იყავი შენ მანამდე შეკაი დედმამიშვილო ერთი ეგ მითხარი? ზარი მაგ ეთერში მომბრძანდით. ბატონო გისმენთ? ბატონო საღამოშიდობის ბატონო გიორგი გაუმარჯოს გია მომისმინე და ხალხთან ერთი შეკითხვა მაქვს უმთავრესი ჩვენი მეზობელი თურქები რომლის წინაპრებმა ჩვენ წინაპრებს მეცხე ჯავახეთიდან დაწყებული ტრაბზონამდე 800-მდე ციხე ეკლესია დაგვინგრიეს განადგურეს და როცა ჩვენმა უსტედაგესმა და ჩვენმა პატრიარქმა ილია მეორემ სთხოვა ერდოგანს რომლის მამა არის ლაზი ესე იგი მეგრელი დედა არის ქართველი ისლაჩაიდა უთხრა რომ ჩვენი წინაპრების დამგრეულ იმას ავაღწიენთო უარი უთხრა ერდოგანმა და რომელიც ჩვენ 1783 წელს გიორგიევსკის ტრაქტატამდე საქართველოს ყველაზე უსტედაგესმა პატიოსანმა კაცმა რომ ჩვენ გადაგვეჩინა ერი და სამშობლო წავიდა საფრანგეთში და სთხოვა ფრანგებს დაგვეხმარეთ გადაგვარჩინეთ ქრისტიანები ფრანგებმა უთხრენ რომ ჩვენ გვირჩევნია სპარსული ხალიჩა და თურქული ხალიჩა და ვერ დაგეხმარებითო წამოვიდა რუსეთში გიორგიევსკი დაუმჩოქა რუსეთის იმპერატორს გვიშველა გადაგვარჩინებდა მოეწერა ხელი გიორგიევსკის ტრაქტატს და რუსის დახმარებით 200 წელი ქართულიდაზე მშვიდობა იყო და მოუმრავლდით ამით მოძლიერდი რომ რუსის დახმარებით და ხეს რუსი ოკუპანტია თურქი მეზობელი როგორ ვიქნოთ მომავანათაობამ ეს ისტორია რომ არ იცის არ საინტერესებს ევროპა ამერიკა გვიშველი არა დიდი მადლობა სხვათა შორის ისეთი შეკითხვა არის რომელსაც საკმაოდ ჩახედული ადამიანი ჭირდება როგორც პასუხისგამცემი ასევე იქიდან დამნახველიც რა დღესდღეობით ამ მოცემულობით თურქეთთან ნორმალური ურთიერთობა გვაქვს შენახული ყველანაირად ცდილობს თურქეთმა ერთი 10 თავით წინ გაგვასწრო აბსოლუტურად ყველაფრით და ნებისმიერი წარმოებიდან სოფლის მეურნეობით გაგვასწრო წინ ჩემო კარგებო დღეს თუ რამე იყიდება საქართველოში ქართველი კაცი მიწას ვერ უვლის ეს თურქს ხო არ უნდა დავაბრალო ან რუსებს რა ქართველი კაცი გაზარმაცებული მიწას არ უვლის ძმაო იმიტომ რომ ქართველ კაცს ხონ არა აქვს მიწა არა აქვს საშო ხელშეწყობა არა აქვს მაგაში შეიძლება დაგეთანხმოთ რა და თურქული საქონელი შემოდის და დიდრდება ისევ თურქეთი. პამიდორია, ბადრიჯანია თუ რა და საზოგადო სასოფლო სამეურნეო ყველაფერი თურქეთიდან და ირანიდან შემოგდის. აქ არ შეუძლიათ გააკეთონ. აი, მოდი ჯერ ჩვენ თავში ვეძებოთ ეს. იმაში გეთანხმებით, რუსეთსა და თურქეთს შორის არჩევანი რო იყო, ბრძენმა კაცმა ერეკლე მეორე მაშინ გეორგიევსკის ტრაქტატი ტყუილ არ დადო, იმიტომ რომ რუსეთმა ძალიან ბევრ რამეში გაუმართა ხელი საქართველოს, რომ თავისი სიძლიერე მოემტკიცებინა. წაღებული ქონდა ნახევარი ბათუმები და ისინი მაშინ თურქეთს და რუსეთი სადაც ჩადგა, იქ დაამტკიცა მართლმადიდებლური ის, მაგრამ
ეხა თლად რუსეთის ფრთოსანი ანგელოზები არის. საიდან იწყება მე თუ მკითხავ ამ ყველაფერს, ხო? ეს ჩვენი სისუსტე. შიდა ურთიერთობებიდან, ჩემო ძვირფასო. შიდა ურთიერთობებიდან. ერთმანეთში 3,700,800,000 კაცს ერთმანეთში ვერ დაგვილაგებია, რო ჩამოთვალო სოფლიოში არ არის არც ერთ ქვეყანაში ამდენი პარტია, ორგანიზაციები, რაღაცები. ყველას უნდა ესე და წამოწვეს იმასავით და იცხოვროს ისა რა. ლუარსაბ თათქარიძესავით, მაგრამ ამ ლუარსაბ თათქარიძეს კემაინს დატოვებული ქონდა რაღაცა რა და ამათ არაფერი არ აქვს და ეგრე პირდაპირ შად არის ძმაო, ეგრე არ არის. ამიტომ გონიერება ქართველს, გონიერება და პოლიტიკური გამჭრიახობა ყოველთვის ქონდა და როცა ქონდა, მაშინ ყოველთვის კარგად იყო. და კიდევ ერთი ქართველზე ერთი რამე მინდა თქვა. ეს გაყიდვა იცის რა ძმაო რა. გაყიდვა იცის უცბად. რამდენადაც ბევრი ყავს ისეთი ადამიანი, რომელსაც სული და ხორცი შეწირა თავის ქვეყანას და უკან არაფერზე არ დაუტოვებია. იმათზე არ შეგვიძლია მადლობის თქმა და ტაშის დაკვრა იმათზე ხალხო. მოდი აბა ჩვენ თავს დაუკვირდეთ. მოდი, ჩემი აზრი ეგეთია რა. რა რუსეთი და რა თურქეთი და ვისვე და შიგნით ვერ დავლაგებულ ვართ ხალხო. აი ხა გაიხედე და წკიბზია რო თოფი გავარდეს რა. წკიბზია ყველაფერი რა. ზარი მაქვს ეთერში მობრძანდით. ზუსტად აი მაგიტომ ვრეკავ თქვენთან პირდაპირ ეთერში, აი გული მტკივა, ჯერ არის და განკითხვა ერთმანეთის ტალახის მისხმა, ეხლა უკვე ცემაზე გადავიდნენ. ახლა მალე უკვე თქვენ აი სწორად თქვით, ზუსტად ჩემი სათქმელი, მალე აი წკიბზეა მისული. ვერ ხვდება ეს ხალხი რა დონეზე მიიყვანეს, უკვე ერთმანეთი რო დაახოცინონ. არ შეიძლება ესე კაცო, ესეთი ზიზღი როგორ შეიძლება სანამ პირადად ყველა თავის თავში არ ჩაიყედება ასეთი ზიზღი საკუთარი ერის მიმართ, საკუთარი ქვეყნის მიმართ, გინდა პოლიტიკოსები, გინდა უბრალო ხალხი, აი ვინც ვართ, ყველა ქართველები ვართ, პირველ რიგში და ადამიანები ვართ. ჩვენ თუ აღარ ვიქნებით, ერი აღარ ვიქნებით, ან ფული რად გინდა, ან ქვეყანა რად გინდა, ან პრეზიდენტობა რად გინდა და ან რამე რად გინდა საერთოდ. როგორ შეიძლება ესეთი რამე ხალხმა ერთმანეთს საცოდავი ბავშვები გულანთებულები twin გამორეცხელებს ვეძახიან კაცო twin გამორეცხელები თვითონ არიან რომ ბავშვები გამოურეცხეს twin ჩამოშალეს თელი განათლება როგორ შეიძლება ესეთი რამე და თუ ბავშვი ცდება ხო იმას კი ამაც სემო ძაღლს არ ავცემთ აგერ ძაღლის უფლებები უფროა დაცული მე ძალიან მიყვარს ძაღლები და მყავს კიდევაც მაგრამ ძაღლს უბრალოდ ქუჩაში რომ ძაღლს თუდად მოექცე იმაზე ტეხავენ განგაშ და ადამიანი პირველი უნდა იყოს ადამიანი ქვეყანაში ესეთი ქვეყანა თუ არ იქნება რომ ადამიანის უფლებები იქნება დაცული არც პრეზიდენტი გვინდა არც ქვეყანა გვინდა არც პარლამენტი არაფერი არ ხეს არაფრად ამ ქვეყანაზე და როგორ შეიძლება ბარაბას გზაზე დაგვაყენეს ხევისპირას გავარ თუ ხელი დაგვარტყან როგორ შეიძლება ესეთი რამე აი ნამდვილად თქვენ ძალიან ეროვნული ადამიანი ბრძანდებით გიცნობთ ყველა თქვენი ყველაფერი იციან კარგად ყველამ კარგად იცის ყველაფერი მაგრამ აი ვინ უშვებს ეროვნულ ძალებს წინ არავინ ეხლა გამოგვიყვანეს პრეზიდენტი ახალი ქართული ვაჟკაცი რეკავენ ეს ხალხი მოხიბლულები კი ნამდვილი კარგი იყოს ღმერთმა ხელი მოუმართოს თავის ოჯახში თავის წერაში მაგრამ როგორ შეიძლება კაცო აღარ გვინდა ამხელა ხარჯები პრეზიდენტებზე და ამდენ სისულელებზე ხალხი ბავშვები შემშილობენ ხალხს არ აქვს ცხოვრების გარბის ერი დაიცალა და როგორ შეიძლება იმის მაგრად დაჯდნენ და იფიქრონ ქვეყნის გადარჩენაზე ფიქრობენ კიდე როგორ მიიყვანონ პროვოკაცია გაუწიონ ნაზისხები ანთონ უფრო გამოიწვიონ ეს ხალხი და ეხლა კიდე რაღაცებს იგონებენ პროვოკაცია გამოდის აბა როგორ არ გამოდის ხალხის ისედაც გამწვავება რომ ერთმანეთს დააპირისპირონ ეს სპეციალურად ხდება ყველაფერი არის დადგმული სპექტაკლი გასაკვირველია ციხე შიგნიდან ინგრევა ქალბატონო ციხე ყოველთვის შიგნიდან ინგრევა მართალი ბრძანდებით აი ბარაბას გზაზე დგავართ და ციხე შიგნიდან ინგრევა და ხომ და გამოჩნდეს ხალხი ერისთვის ვინც არაკარებენ ჩემო ქალბატონო არაკარებენ ამ ეროვნულ ხალხს ვისაც ოდნავ წინა აქვს საქართველო
და მერი აქვს თავისი სტომაქი, ეგეთ ხალხს არ აკარებენ არავინ, ხო ხედავთ არა? დიდი მადლობა ჩართვისთვის, რა ვიცი, ისე ჩამოყალიბებულა და გემრიელად ბრძანა ქალბატონმა, რომ ყველაფერი აი ეს ერთ იმაში შეკარა რა უცბა და ის თეზისებად ჩამოაყალიბა პირდაპირ. ზარიმაქ ეთერში მობრძანდით. გამარჯობა. გაუმარჯოს. როგორ აღნამები ბატონებია კახეთიდან გილეკავ. რა ვიცი, აბა როგორ ვიქნები, თქვენთან როგორია საქმე? არა უშავრა. დამაჭრებულია ყველაფერი არის რა საშუალოს. დაიწყო ზაოტობა თუ არა? როგორ? ზაოტობა დაიწყო ზაოტობა. კი გასო არის ზაოტებული ჩამოჩეილება. აჰა. აი ქენახat კახელი კაცი ბზანდებით, მე კახელი ვარ. დიახ. მე ვარ ასაკიანი. 91 წელი. ვაშენ გენაცვალე, დიდხანს იცოცხლე, პაპაო. მე საერთოდ ყოველ დღე ვთომ ერთი წაღვინოს, ყოველ დღე. ხო და რამინდა ისი აი მე მინდა მშვიდობა. საქართველოს გაუმარჯოს, საქართველოს მოსახლეობამ გოსმოებოს, რომ აი მშვიდობა დამყარდეს რა. ჩვენი რა არის აი ხათ როგორ ძუნას რა. რუსეთმა უნდა გვიშველოს ყველა. რუსეთის მეტი ჩვენა. ვერავინ ვერ გადაგვარჩენ თვითონე. თუ რუსეთმა თავი დაგვანება, თურქეთი ჩახუება ორ დღეს. კი ბატონო. მე უკვე ქართველი აღარ იარსება თვითონე. ყველა იქნება მუსულმანი. დამუღობელი. გაიხარე, პაპაო, გაიხარე. აი როგორ აი ადამიანს აქვს როგორი შეხედულება. მე პატივცემ ამ შეხედულებას რა. თუ ეგრე არ არის ერთი მუჭა ქვეყანა ვარ და ეხლა რო გითხრათ რომ ევროპა შეგვინახავს ჩვენს მართლმადიდებლობას ან რუსეთი. ჯერ ერთი მადლობა ღმერთს რომ პატრიარქი ცოცხალი ყავს და კი შეუძლოთ არის, მაგრამ მაინც დალაგებული აქვს, რიდი აქვს, ისა აქვს ეს პატრიარქის, რომ რაღაც ქოშებს და ტლინკებს არ ყრიან ზოგიერთი მღვდელმსახურები რა, თუმცა სურვილი ქონდათ რაღაცა რევოლუციური გამოეხატათ რა. ერთ რამეს ვიტყვი, ისე კაი რეცეპტი კი დაასახელა პამო. ქვევრის 1 ლიტრა ღვინო რო დალიოს კაცმა, ხოლესტერინი არა აქვს, ძმაო. ყველაფერი გახსნილი არის გემრიელად ისე ეთკბილად, იცის რო დაიძინებს, დილით უნდა გაიღვიძოს და მიხედოს თავის ადგილ მამულს რა. აი ეს არის საქართველო რა. აბა ზარიმაქ ეთერში მობრძანდით. ბატონო გისმენთ. იცის რო დაიძინებს, გაიღვიძოს და მიხედოს თავის ადგილ მამულს. მობრძანდით. ვახ, გაგვიანდება ეს გადაცემები ისე ხდება ხოლმე ბგერების ხმა გვიან მიდი ზოგჯერ. ზარიმაქ ეთერში მობრძანდით. ბატონო გისმენთ. ალო ის რა კინო არ სიჩუმეზე გიცანიო თუ როგორ არის ის რა გისმენ შემოგევლე გისმენ როგორ არის ის რა გისმენ შემოგევლე გისმენ როგორ არის შემოგევლე გისმენ როგორ არის რა გავაკეთოთ ახლა ამას უსმინო ჩემ გისმენს და გისმენ სხვა ზარზე გადართეთ რა თუ შეიძლება მაშინ ჩვენ ტექნიკაში ცოტა წინ წავიწიეთ და ზარები რო შემოდის ყომდება, მაგრამ უკვე აპარატურა გვაქვს, რითიც შეიძლება გაჩერდეს. ადრე არ იყო ეგრე და ეხლა ნელ-ნელა უფრო არხი, უფრო მეტარხოვანს გავაკეთებ. ზარიმაქ ეთერში მობრძანდით. საღამომშვიდობის გორკოდ. გაუმარჯოს. დიდიდან გირეკავ, ზუგდიდელი კაცი. ხო, გოლუაფირო, ჯიმა, გოლუაფირო. ჩვენ
ჩვენ არაფერი არ გვეშლება სანამ არ იქნება ეროვნული მთავრობა, ეროვნული პრეზიდენტი და ეროვნული სახელმწიფო. გამიგე? ცამდე მართალი ხარ ჯიმა, ცამდე მართალი. რაც ზვიად გამსახურდიას ჯარისკაცი ვიყავ პირდაპირ მნიშვნელობით და გამოვდიოდი ყველა აქციაზე, ყველა ომში, ყველა აფხაზეთი გინდა ყველგან მაგრამ სანამ ჩვენ არ მოვვითხოვდა, სანამ არ გვეყოლება სულით ხორცამდე ეროვნული და პიროვნება როგორიც იყო ზვიადი მერაბი, ისეთნაირი მამინშვილები, რომელიც გზაზე თქვენ გახარ და ყოველთვის რაც თქვენი ის იყო, რა ქვია, პარტია, მე თქვენი ხვის მიმცემი ვიყავი ყოველთვის. გენაცვალე, ჯიმა, შენ გენაცვალე. არა, ერთი შეცდომა ქართველ კაცს მე მგონი ჩვენ ქვეყანას დაშვებული აქვს, რომ ზვიადის კაი თქვათ ეს მოხდა ეს უბედურება რაღაცა ამოტრიალება უნდა მომხდარიყო რეაბილიტაცია უნდა მომხდარიყო რაღაც გამსახურდიას რა ვიცი პირველი მერცხლები იყვნენ ეგა და მერაბ კოსტავა რა ეხა 1000 ჭორია იქით 1000 ჭორი 1000 რამე ისა მაგრამ კბილებით უნდა შევინახოთ ერთმანეთი ხალხო მაგათმა გააჟღერეს პირველი ქართულად პირველი გურის ბაგაბუგი რო დამეწყო მაშინ გავედით როცა მერაბი და ზვიადი იდგნენ იმასე რა პარლამენტის წინ ეგ მახსოვს 9 აპრილი მახსოვს ყველაფერი მახსოვს რა ვიცი ხა წიგნების წერას ვერ ვიწყებ ჯერჯერობით უნდა ჩავაწერინო და ზარიმა ქეთერში მოვბრძანდით გამარჯობათ მოგესალმებით გაუმარჯოს ჩოროზოს რაინდან გირე გადადროგია გაგიმარჯოს ღმერთმა ძმაო ისე თქვა მინდა ნუ ძალადობას ერთი მხრიდან მეორე მხრიდან გმობ ძალადობას ეს ყველგან ასეთი არც კოქტეილის მოლოტოვის კოქტეილები კვერცხები ნუ ჩემთვის მიუღებელია როგორც მოქალაქეზე ნებისმიერ მხრიდან მაგრამ ერთ კეთრი საქართველოს როგორც არასდროს ისე დგას ანუ ისე ცუდ მდგომარეობაში იარვის ბოლომდე ესენი თუ საერთო ენა არ გამოინახა ამ ორივე მხარეს შორის საქართველოს ჩაჯდება ჭაობში ამის ძართმოებუა და თქვენ ხართ ერთადერთი ის არაკია ტელევიზია რომელიც ამ საპატრიარქოსთან სასულიერო პირებთან ახლოს ახარ ხო შეგიძლია თქვენ ოფიციალურად მიმართოთ ეს მაინც გააკეთოთ და ხო რო ჩადგეს ამას შუაში და მოლაპარაკებაზე გაიყვანოს ან ერთი მხარე ან მეორე იქნება მან გვიშელოს მაგრამ ამისთვის საჭიროა წმინდა სინოდის კლება არის არ მომწონს საპატრიარქოსის ინტერაქცია გეთანხმები ჯიმა აი უეჭველი გეთანხმები რა რომ ჩვენი ავტორიტეტის გარდა უნდა უფრო მაღლები ჩაერიენ გეთანხმებით აბსოლუტურად რა აი ადამიანი გამოვიდა და რისი სურვილი აქვს ნახე გაითიშა უკაცრავად არ გეგონოთ რომ გაგიყვანეთ ჩვენ ნახე როგორ რაღაცა ადამიანის სურვილია რომ სიმშვიდე იყოს და კაცი ეძებს რომ ვინ შეიძლება სიმშვიდე დაამყაროს აქეთ პოლიტიკოსები არიან გესლავენ ამებს ისიც პოლიტიკოსები არიან გესლავენ ის რუსეთუმეს ეძახის ამ იმებს LGBT-ს იმებს ნუ 18-ის და ერთმანეთზე სახეზე ფეკალიების რა ვიცი რა მე მგონია რა ვიცი შეიძლება ვწდები და ზედმეც ვამბობ მაგრამ რატომღაც მეც მგონია რომ დროა რომ ქართული მართლმადიდებლური ეკლესია ჩაერიოს ერთხელ კი ჩაერია ვიღაცამ აგინ აბა როგორ გინდათ ქრისტეს მთელი მსოფლიო აგინებდა ძმაო და იმან იცოდა რაც უნდა გაეკეთებინა ქრისტეს გზით თუ მიდიხართ არ ჯობია თქვენ გაგინონ როგორც მამებს როგორც მოძღვრებს როგორც იმებს მაგრამ თელ ქვეყანაში ღვთისმშობლის წილხვედრ მიწაწყალზე სიმშვიდე შენარჩუნდეს რა ვიცი მე პირადად მეტი ინიციატივით გამოვიდოდი შეიძლება ვწდები არ ვიცი ზარიმა ქეთერში მოვბრძანდით გამარჯობათ გაუმარჯოს ალო
ბატონო გისმენ ჩემო კარგო თქვენ გეთახმობით პატიცემულო გაიხარე ძმაო გელაშვილის არტი წალიდან გაგახაროს ღმერთმა გაგახაროს ჩემო კარგო გაგახაროს აი როგორ ადამიანი ორი სიტყვით გამოხატა თავისი დამოკიდებულება რა ღმერთმა კარგად გამყოფოს შემოგევლე ძმებო შვილებო დაიკოებო მშობლებო უფროსებო ვინც ხართ ჩემზე ერთი რამის თქმა მინდა ცოტა მეტი გონება დავამატოთ რა მეტი სიბრძნე რა საქართველო მეტი სიბრძნე ბოლოს ჭაბუამ თქვა მანამდე ამბობდნენ რომ მგონი აკაკი მთქვა თუ ზუსტად აღარ მახსოვს მაგრამ ჭაბუამ ბოლოს რომ მოგვიწოდა ჭაბუას მე ჭაბუას შევესწარი უკვე ბერად რო აღკვეცეს იქ მეუფე სერაფიმემ რო აღკვეცა ოჯახში იქ ვესწრებოდი ამ რიტუალს და რაღაცა ხანაირი კაცი ვარამი იყო რა ქართული ვარამი ყველაფერი ზეთ ქონდა ძმაო და ყველაზე მაგარი რამე ზურგზე წმინდა გიორგის ტატუ ქონდა როგორ მახსოვს ესე გურზე თუ გულ აღარ მახსოვს მაგრამ წმინდა გიორგის და ეს წმინდა გიორგის სხვათა შორის ამას წინა წავიკითხე არის ქარელში რომელი წმინდა გიორგი არის დამავიწყე გამახსენდება და გავაღებ ზარი მაქვს ეთერში მობრძანდით სარკის წმინდა გიორგი არის ზარი მაქვს ეთერში მობრძანდით მოგესალმებით ბატონო გიორგი თქვენ და პატივცემულს ისმის კი ჩემო ძვირფასო ისმის შემოგევლე ხო აი ეხა თუ შეიძლება ვარ შემაწყვეტინო ძალიან მოკლედ ჩამოვაყალიბებ ჩემ აზრს მე ეხლა აი უსმენ პატივცემულ საზოგადოებას და ეს ყველაფერი საშინელებაა რა დღეში ჩავარდით ეხლა და რა ვიცი ეთყობა იმ საზღარი კაცის სხევლა მოგვდებს რა ვიცით ვიზეც ვამბობთ სულ განათლებულმა იოსებ ლალიაშვილმა რომ მოკლა ის საშინელი კაცი ჩუდესკი და მე იმ საშინელმა კაცმა რომ ჩვენ დაგვწევლა ნუ მე რო ჩავიდა ლომის ხახაში ჩაყოთავი ჩვენმა წმინდანმა დიმიტრი ყიფიანმა და შეეწირა მაგრამ გამოდის რომ ის სხევლა ისევ რა ვიცი არა იყო სიტყვები როგორც სიტყვიან და საუბედუროდ მოგვდებს ხო აი რა მინდოდა ეს ისინი მაქვს რომ ძალიან ცუდი ისინი მაქვს რა ქვია წინად გზნობა და აი მე რამდენად დამეხახმები გია თუ შეიძლება რომ მე განავწო რა აი როგორი რაღაცა იცი ესენი რო ხდება პარიზში ლიონში მტრევა მსხრევა გვახსოვს რაც იყო უბედურებები ეგ თითქოს მოდურად ზოგს მოეწონა კიდეს აი პირდაპირ რო თქვა ჟარგონზე ევასაბევს ბევრს ისიც მოწონს ამერიკული იმიდან თითქოს ფილმები გონია რომ სროლელმა სტრელოკმა ბიჭმა ის 4 ივლისი მიულოცა მერე სამწუხაროდ აგერ კახეთშიც გამეორდა ჩვენმა ავღანეთში ნაომარმა კაცმა რომ ჭკვიდან გადავიდა და გაიყოლა ვიღაცები მერე 14 წლის ბიჭების ეხლა ვისკონსინის შტატში მოხდა იქ ყოველ შაბათ კვირას ხდება ესეც არ დამკვიდრდეს მეთქი აი ამის მეშინია და მერე კიდე რა კიდე სულ ცხოვრების შეურჩი და ოფში კრუგაზოში კაცულში ყველაფერში გახსოვთ გია ფენარს ხუჩა გესწავლება და არც გიცი და გიცმაცური რო იტყვიან და ადრე ბარიგობა 1-40 წლის წინ ჩვენ პატარობაში ძალიან დიდ სირცხვილად ითვლებოდა ყველანაირად ეხლა უკვე აი ნარკო ბიზნესმენია იმის ისე ვაკ აი ბიჭია იმათ მაშვება ამარაგებს კარგებს და ასე შემდეგ ისინი ზო ნუ გიგარი მე ვაფშე მეშინია რომ უკვე დრო არ მოვიდით უში რო აგინეთ იმ გეებს და იმას რომ მე არა თქვა რომ ვა ეს გეია მაგრამ დასტოინი გეია იმის ის არის ვაფშე დრო მოვიდეს მე მგონი მეშინია გიაჯან და მართალი ხარ ჩემო ოქრო მართალი დადგა იქ მომენტი და ერთი ორ ძმობას ფიცავარ სა გავალამაზეთ კიდევაც მაგის გულისთვის მე რა მოხდა ეხა რა მოხდა და დაიჭი მაშინ და ერთი უნდა გლიჯო კიდევაც ეხლა ამის ლათაიების და მაგის იმის ფილოსოფიის ახსნის დრო არის სანამ ჯანი მომდევდა არც ეხლა არა ვარ ისე რა სლაბადა რო ეგრევე უნდა კბილებში მისცე და უნდა უთხრა რომ რა ბარიგა ბიჭო შენ ხო არ აგირევია წადი და მაგათან ერთად იცხოვრე ბარიგა არის რომ დაღუპა რითი რა შვებიან ეს ახალგაზრდები როგორ არიან შესიქიმებულები არიან ყველანი ესე დადიან დებილებივით რა მადლობ ჩემოგევლე ჩართვისთვის რა ვიცი რა ვთქვა აღარ ვიცი რა ცამდე მართალი თქვა ამ ადამიანმა ცამდე მართალი თქვა აბა რა პატივისცემები გადაიზარდა რაში რა
ეს მოდის ზედა იმიდან რა ეშელონებიდან რა ის იმის არის ის იმაზე კრიშა ისაყავს პოლიცია ამას გრიშა ესაყავს ამას ესაყავს თქვენ პატრიარქმა ხო თქვა რა ვისაც წამალთან დამოკიდებულება უკუნით უკუსამდე იყოს დაწყევლილიო რა ამ ყიდვა გაყიდვაზე და თქვენ იცით ახლა თქვენ თუ არ გეშინიათ და ღმერთის არ გეშინიათ ჩემი როგორ უნდა შეგეშინდეთ თქვენ კაი დედმამიშვილო და ან კიდე იმ ბიჭების ვინც ვაჟკაცები არიან რა ზარი მაქვს ეთერში მობრძანდით ბატონო გიორგი გია ბატონო ხუდობისა და საქართველოს უმეტესობას კიდე ვისაც ესის ჩვენი ხმა ყველას გაუმარჯოს ჩემო ქალბატონო გაუმარჯოს რა ვქნა ყველა ნერვიულობთ ყველა ნერვიულობთ პოლიტიკოსი ვართ არ ვართ პოლიტიკოსი ყველა ნერვიულობთ კიდე კაი რამე გითხრა ჩემო დაიკო აი ხლა არ გახვიდე ერთი წუთით პატრიარქმა ბრძანა ეგეთი რამე რომ დედებმაო თითო ლოცვა რო შეეწიონო და საქართველოზე რამე ლოცვა წაიკითხონო აი პირდაპირ შაქარივით მოეყრება გულზე სუყველასო რა გაბოროტებულია ხალხი შხამით სავსეა რაქნან არიციან თითო ლოცვა რო წაიკითხოს ქალბატონმა დილით რო ადგება ორწამიანი ლოცვა რო წაიკითხოს რა ვიცი შვილის ლოცვა წაიკითხოს რომ შვიდობაში ყავდეს შვილი და რამე არ შეეხოს დედებმა დედის ლოცვა წაიკითხეთ პატარებმა მშობლების ლოცვა წაიკითხეთ ყველამ ერთად კიდე ერთი სტროფიც მივომაწოთ და რა ვიცი ჩვენი ერის და მამულის და ყველაფრის თითო ლოცვა რო წავიკითხოთ სულ რაღაც ნახევარი წუთი აი რო ავდგებით თუ არა მაშინ შეგვეწევა ყველაფერი შეგვეწევა დამიჯერეთ რა დიდი მადლობა ჩართვისთვის ეთყობა გაითიშა ეს რა ვიცი სუითიშება ზარი მაქვს ეთერში მობრძანდით ალო გამარჯობათ გაუმარჯოს ჩემო კარგო ეს რა ხდება ღმერთო ჩემო ეს რა ხდება ერთი ნორმალურად მოაზროვნე ადამიანი არ საუბრობს ქვეყანა არის სამოქალაქო ომის პირზე დიახ ეს ხალხი ვერ ხდება რას საიდან მოვიდნენ რას ლაპარაკობენ ამათ განვითარება საერთოდ ჩამორჩენილი გამშვებული ამას ყველა სჭირთ დავადება მართალი ხარ ჩემო კარგო მართალი მაგ დაავადებას ამ პარტავნება ქვია რომ თავისი აზრი გონია რომ ყველაზე მაღლა დგას დიახ თავისი აზრი ზუსტად მასეა რომ დაავადებას რას ლაპარაკობენ რა თქვენ რატომ რეკავენ ვაფშე გული მისკნება შიშისკანი რა ხდება რა შეასახ რავი შემოგევლე დიდი მადლობა ჩართვისთვის ჩემო ბატონო მაგას გეუნებით რომ მეტი წილი აქ მაინც ის ადამიანები რეკავს ვისაც სიკეთე უნდა ჩემი ქვეყნისთვის თავისშვილე ვის უნდა დღეს ნორმალურ კაცს ომი უნდა აი წარმოიდგინეთ არა და ის ადამიანი ვინც იმას არ ფიქრობს რომ საკუთარი რაღაცა ამბიციებისთვის არ დათმოს და ომი ატყდება თუ არ ატყდება სულ არ აინტერესებს ის არის მტერი ძმაო საქართველოსი მაგრამ მეორე მხარეც აიღეთ შენ ისი არ უნდა დაგვასხა თავს ფეკალური მასები და რა ვიცი ტალახი და რაღაცა რომ ჩვენს გავღიზიანდეთ ჩვენს ცხოვრება გვინდა ბიძია მასე კი არ არის მართლა რა გასკდა თქვენი მუცელი რა 15 კაცი რო ჭამ თუ 80 კაცი და მეტი რო არ გინდა აქეთაც რა გონია ნაკლები არიან ეს ოპოზიციის ისინი ჩვენი რო გზნობე თავს პატარა კუჭის თავს წაიფხანენ ხოლმე და გახედავენ და ეხლა ესია ამ სტუდენტებმა რა ქნან ბიჭო ამ გაჭირებული ხალხის შვილებმა შუა რო გაკრიფე ბიძო სად არის ეს ხალხი რა ქნან ამათმა რა ვაიმე ისეთი რამე შეიძლება მოხდეს კუდით თქვა გასროლინო რა ფეხებს ირტყავდეთ უკან ალში ვერავინ ვერ გიშველით მე მაგ ნანახი ეგეთი რამეები ამ საქართველოში რა
მაქვს მყავს ის ძალიან ბლატონოვის სახეებით რომ იჯდნენ ის მთავრობის წევრები მე ჩმორიკებად ქცეულები და ისევ ჩვენ გადაუდექით რომ არ ჩაეკოლათ ლინჩის წესით რა ბიჭო დაფიქრდით რა რა ვიცი მემენტო მორე სიკვდილის გახსოვდეთ ყოველთვის სიკვდილის ზარი მაქვს ეთერში ალო ბატონო აგერ გვაქვს მაგალითი აგერ გვერდით ალო დიახ გისმენ ჩემო ძვირფასო მაგალითი დღეს რო უსმენდი ალიევის გამოსვლას უბრალოდ შეხედოს ქართველებმა ეგრეთ წოდებულმა პოლიტიკოსებმა სირცხვილია ბოლოს და ბოლოს მართალი ხარ ძმაო მართალი ამათ არავისგან აღება არაფრის არ უნდა საკუთარი თავები გონიათ გამოტენილი ტვინი და ჩალით აქვთ გატენილი რა სამაგიეროდ კუჭები აქვთ გაზრდილი ზარი მაქვს ეთერში მობრძანდით გესაუბრებათ ვიღაცა გია და ახლა ცალკე არა დამთავრდა უკვე ის საუბარი გისმენ ჩემო ბატონო ბატონო გია დიახ ძალიან დიდი ბოდიშის მოხდით რა დიახ თელ საქართველოს გაუმარჯოს შედობას სულოცავს საქართველოს და ბედნიერებას უსულებს და ყველაფერს კარგს უბრალოდ ერთი თხოვნა მაქვს რა თქვენ ბრძანეთ ბატონო მესმის თქვენი ბრძანებ ბატონო კარგია ქალაქელობა კარგია თელი საქართველო და ყველას გვიყვარს ჩვენ საქართველო და გულშემატკივრები ვართ აი 2 საათია რეკავ და ძლივს გამოვიდა ეხლა მაბათი მოდით იცით რა გავაკეთოთ ადამიანო კაცო მაგარო კაცო მოდით წავიყვანოთ ის თემა იქეთ განათქვენს სწროვანებაზე და ჩემს სწროვანებაზე ან რა აი მოდით მოუწოდოთ ამ ახალგაზრდებს საქართველოს სიყვარული, მშობლების სიყვარული, პირველ რიგში ეკლესიის სიყვარული მივიდნენ გაგიმარჯოს ღმერთმა გაგიმარჯოს ღმერთმა მერე უბნებში გავიდნენ მერე იქით გავიდნენ მართალია მე მაპატიოს ყველა ბავშვმა ახალგაზრდებმა რომლებიც რო დაქირავებინებში არიან საქართველოში თბილისი იყო და თბილისი დავამსგავსო თბილისელობას პოლიციასაც გაუმარჯოს ვის კაცია ყველა იმ კაცს გაუმარჯოს გაგიმარჯოს უღრმესი მადლობა ჩემო კარგო უღრმესი მადლობა აი როგორი გულის ტკივილი იყო ეხა ნახე ძალიან მარტივად გამოხატული გულის ტკივილი რომ ბიჭო გაგვიმარჯოს რა მაინც და მაინც დედა უნდა ვაგინო და ეს ის არის ხო იცი მე 4 კლასში ცხვირში თითი რო ქონდა შეყოფილი ეს ის არის იმის იმასთან რო დადის ეს ის არის რა გჭირთ თქვენ კაი დედმა ცოტა გამოიცვალეთ რა სხვა კასეტა ჩაიდეთ პირში რა თქვენ უსინდისოებო რა ზარი მაქვს ეთერში მობრძანდი ბატონო გისმენთ ბატონო გისმენთ ალო დიახ გისმენთ ბატონო გია დიახ ჩემო ქალბატონო ძალიან მაინტერესებს აი ამ მთავრობის როგორი აზრის ხარ თქვენ რა როგორი აზრის ვარ ამ მთავრობაზე დიახ პარლამენტ შეხედე და მიხვდები ჩემო ძვირფასო რა როგორი აზრის უნდა ვიყო მე ადამიანი რო ხარ სათავეში ყველაფერი უნდა ხელგეწიფებოდეს მტერი ისე უნდა მოატრიალო რომ საშენოდ გახადოს თუ ვისთან ვინმესთან კონფლიქტი გაქვს პოლიტიკურად უნდა დაავალო შენი მაცხოვრებელი შენ ქვეყანაში მათხოვარი ძალიან ცოტა უნდა გყავდეს რა საკუთარ სტომაქზე კი არ უნდა იზრუნო პირველ რიგში უნდა იზრუნო იმ ხალხზე ვისი ნდობითაც მოხვედი აი ეს არის მთელი ფილოსოფია რა თუნდა ამას როგორი ის არის თუ ეს გააკეთე ტაის დაგიკრავენ და ჩაყობიან კი უმადურობა როგორ არ არის გეთანხმებით ბევრ რამეში მაგრამ შეკაიდე დმამიშვილო შენა როცა შეგილია სიკეთე გააკეთო და
მაინც და მაინც ბავშვების დალეწვამდე არ მიხვიდე, ხო შეგიძლია გააკეთო ეგ. აი ეს არის ჩემი აზრი, ჩემო ქალბატონო. ზარი მაქვს ეთერში. აუცი. ბატონო გისმენთ? ალო. დიახ გისმენთ ბატონო ჩემო. გია მოგესალმები, გენაცვალე მოგიკითხავ დიდი სიყვარულით, ნიზიკო მოიკითხე სახში რომ იბრძანდები. დიდი მადლობა. გია ჩემო კარგო, მე ვფიქრობ, ჩემი ესე ვთქვათ მოკლე ჭკუით ამ კონფლიქტის მოგვარება, ესე ვთქვათ მედიატორით, ცისფერჭაფხუტიანი თუ რაც გინდა ის დავარქვათ, ეს აუცილებლად გამოუვალი მდგომარეობაა და უნდა მოხდეს ჩვენი თაობის მიერ. მე და შენ ერთი-ორჯერ გვისაუბრია ამ თემაზე. ჩვენი ძმაკაცია მამუკა გიორგიაძე იცი კიდე ჩემო კარგო, შენ ძალიან კარგად იცნობ. არ მაკარებენ, შენ ძმობას ფიცავარ, არ გვაკარებენ, თო. ჩაკეტილია ყველაფერი და არ გვაკარებენ, ძმაო. გია მესმის, მე ჩემთვის მეცხო ამ ქვეყანაში ვცხოვრობ და ვხედავ ყველაფერს და მე და შენ ეხლა შენ რასაც ლაპარაკობ, მე ეს შენგან მოსმენილი მაქვს 30 წლის უკან ჩემო კარგო. ჩვენ 40 წელია ვიცნობთ ერთმანეთს, უბრალოდ არ მინდა ბაღდათიდან მოგესალმები. რისი თქმა მინდა ჩემო კარგო, ჩვენ არ გვიშვებენ, მაგრამ უნდა მივიდეთ იმ მიტინგზე. უნდა დავდგეთ 10, 20, 30,000, 100,000 კაცი, ოღონ ჩვენი თაობა და უნდა უთხრათ, რომ დამშვიდდით, დაწყნარდით, მოვილაპარაკოთ, თორე ჩვენი თაობა რატომღაც გაანულეს, როგორც ეგენი ფიქრობენ და ბოლო-ბოლო ორივე ჩვენი თაობის მოსწავლელი იქნება, დრო მოვა რა. აბსოლუტურად გეთანხმები, აბსოლუტურად. მინიმალური რესურსი რო იყოს მაგის, აი ღმერთის წინაშე გეუნები. მე ჩავდგები ძმაო თავში, განა იმიტომ რომ თავში ჩავდგები. ჩემ წინ ყველაზე მწოდნე პროფესორებსაც, პოლიტოლოგებსაც, იმებს დავაყენებ, მაგრამ მე წავიყვან ამ ყველაფერს იქითკენ, რომ ქართული საღი მამული შილური აზრი შეიქმნას იმისთვის, რომ ჩვენ ბოლო-ბოლო აი ეს ლოპუსტაკები ვინც არიან მივცხოთ და მოცხოთ აქეთ იქიდან რა. ზარი მაქვს ეთერში. გამარჯობათ ბატონო გია, ჩემო დიდო ძმაო, ჩემო კორკოტო. გაგიმარჯოს, ჩემო ოქრო, გაგიმარჯოს. როგორ ახლა, როგორ? იგრე ვარც, როგორც ყველი ხაჭაპური იგრევა, ოქრი. გისმენთ? გაითიშა კაცო. შენ გენაცვალე, ჩემო ძმაო, აი მაქსიმალში გენაცვალე, რა. გაიხარე, ჩემო კაცო. თქვენი ასაკის ადამიანი ვარ და რა ვიცი რა, დიდ პატივს გცემ, ჩემო ძმაო, ლესმონი ვარ წიქარიშვილი. გენაცვალე, მაგ გულში გეხუტუნე, ჩემო კარგო. იცი რა არის, ბოლო-ბოლო ერთი არ გაგვაბრაზოთ რა, ჩვენაირად მაფიქრალი, ჩემი თაობის ცოტა პატარა ვაშკაცი ბიჭების კიდე რა. ერთი ამბავი სანამ გავალ, მინდა რომ მოვყვე ერთი ამბავი რა. გაიხარე, გენაცვალე, დიდი მადლობა, იცოცხლეთ. ხო და ერთი ამბავი მინდა მოვყვე, რომ აი ახალგაზრდებზე იმას ამბობენ, ამას ამბობენ და ერთი 7 თუ 8 წლის წინანდელი ამბავია და ქორწილში ვარ მისული. რაღაცაზე პატარებმა გამაბრაზეს რა. ზოგმა ის თქვა ზორგა თავისუფლება LGBT-ს რაღაცა ისა და ფიქრო ბიჭო, მეთქი ნუ თუ აღარ არსებობს ჩემ ქვეყანაში ისეთი ბიჭები და გოგოები, რომელიც ქართველები არიან და აი რაღაცა ტკივათ რა, რაღაცა ისა რა LGBT ხო არ გაგირეკია და აი მაში ვარ და ცოტა ღვინოსაც მივეძალე იქ ისა მეთქი ხა ერთი ქართულ სიმღერასაც ვიტყვით და უცბად დაცხეს თიულური რა და უყურებ მეთქი ხა ვინ იცეკვებს ვინ არ იცეკვებს პატარა ბავშვები იყვნენ სტუდიიდან იყვნენ რა და რო გადმოხტნენ ბიჭო და რო დაიწყეს ცეკვა ყველაფერს ფიცავარ ცრემლი მომივიდა რა. ეხლა რომ ლაპარაკობ ისევა რა. ვინ წაგვაქცევს ბიჭო ქართველებმა ერთმანეთი არ წავაქციოთ.
ნუ ფარ ჩაყდებით ამ 200 ლარის გულისთვის რა ვაშკაცობა ღირსება თქვენი მშობლები მაინც გაიხსენეთ ვინ იყვნენ თუ არა ყავდა მშობლები ვერც იქნებით კარგები თქვენი შუბა დავხიე რა და ვისაც ყავდათ ბიჭო ისინი ბევრნი ვიყავით რა და ღირსებას ნუ დაუკარგავთ რა ჩემ ქვეყანას რა პატარებო პირველ რიგში თქვენ გეხვეწებით რა რაღაცა ნუ გადაუხვევთ რა ევროპულ ძალიან ან რუსულან რა არაფერი არ გვინ ქართული კონდეთ ბიჭო ჯიგარი კონდეთ ქართული რა მეტი არაფერი არ მინდა ძმაო რა კარგად იყავით გემშვიდობებით რა მაგრად იყავით მაგრად